ჩიჟიბის საჯობა. ინგრედიენტები მომზადე, შეგვიძლია ახლა უბრალოდ უხეშად დავჭრათ. ამ კერძის მთელი მუღამი ის არის, რომ დაახლოებით 10-15 წუთში მომზადდება და საოცრად გემრიელი იქნება გამერწმუნეთ. ზარმაცი, მოჩილი კონკარნო შეგვიძლია დავარქვათ. ცოტა წიწაკა. ეგ არის. ესე უბრალოდ დავჭერით და ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ 5-6 გრამი ზეთი და დავიწყოთ მოთუშვა. მოკლედ ჩილი კონკარნი გავაკეთე, რომლის ვიდეოსაც YouTube-ზე შემოგთავაზებთ და აქ მაქვს ჩილისთვის გაკეთებული სუნელების მიქსი, რომელიც მომრჩა. ხო, აქ ბევრი რაღაცა არის, მაგრამ მთავარი პაპრიკა, შებოილი პაპრიკა, ორეგანო, ძირა, წიწაკა და ცოტა დარიჩინი აქვს, ხო და ეჭვი მაქვს, რომ იმ კერძსაც ძალიან მოუხდება, ხო და ცოტა ხმელი ქინძიც არის აქ და შავი პილპილი. ისე YouTube-ზე ჩემ გამოჩენაზე რა სიტყვით? უყურებთ შედარებით გრძელ ვიდეოებს? მე მგონი კი, თუ არა. დამიწერეთ კომენტარებში გსურთ თუ არა მიხილოთ YouTube-ზე. იტალიელები კერძის მომზადებისას ხავსთან ნიორს ერთად არ ხმარობენ, მაგრამ ჩვენ ხომ იტალიელები არ ვართ. დავამატოთ ნიორს. ცოტა წყალი დავამატე, მიმწვარი სამოსაყვანოდ. სუნელები და ტომატ პასტა. და ვაბრუნებთ ცეცხლზე. ლობიო. ამ შემთხვევაში კონსერვირებული. მიმოვფანტოთ იგი ტაფაზე. და უკვე 2 წუთში მზად იქნება, რათა ჩავახალოთ კვერცხი. ჩემი აზრით უკვე ძალიან ლამაზია. მარილი არ დავგვავიწყდეს და შავი პილპილის დამატებად შეგვიძლია გემოვნებით. ხო. აუცილებლად მოსამზადებელთა კატეგორიიდან არის.